ახლა კი ბედიანის დედათა მონასტერში უნდა ვიმოგზაუროთ, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით დაარსდა. მონასტერს თავისი ტიპიკონი აქვს, დღედილის 4 საათზე იწყება ლოცვით და შრომით გრძელდება. სისკრის ლოცვა. ნამდვილად, აქ მცხოვრები დედები ამბობენ, რომ ყველა საქმეში ერთად არიან და ერთმანეთისგან ბევრს სწავლობენ. ძალიან ემოციური და ღირებულია ის, რომ მათი მოქარგული ხელბანდის სტილოები პატრიარქის დაკრძალვაზეც გამოიყენეს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ჩავიდა მათთან და შეგვიძლია ახლა ერთად ვნახოთ სიუჟეტი. საქართველო მიყვარხარ, გვიყვარხარ პატრიარქო, ჯვარზე გაკრულ სიტყვის მადლით დაგვიფარე, შენი საოცარი ღვთიურ განსვენებით, ჩვენს მომცრო გულებში ქრისტე დაგვანახე, საქართველო მიყვარხარ, გვიყვარხარ პატრიარქო, სასუფევლის მკვიდრთა ხვედრით ინეტარე, მარადიულობა ღმერთში დაიმკვიდრე, ცხონდი უწმინდესო, ზეცით გვიწინამძღვრე, აღსრულდა პატრიარქო, ჯვრიდან გარდა მოგხსნეს, საფლავად დადებულს დახტირის საქართველო, ახლა ქრისტე აღსდგა უნდა ვიგალობოთ, ახლა ჭეშმარიტად უნდა ვიქართველოთ. ბედიანის დედათა მონასტრის სახელით სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებთ უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებას. სიყვარულს თავის გამოვლინებები აქვს, ზოგს სხვადასხვანაირად ესმით, ხოლმე ადვილია ძალიან გიყვარდეს მთელი მსოფლიო, მაგრამ ძალიან ძნელია შეიყვარო შენი კარის მეზობელი. იმიტომ რომ სიყვარულს აქვს ძალიან დიდი მოთხოვნა, რომ საკუთარი თავი აბსოლუტურად უნდა გაწიროს სხვისთვის და ამას უნდა ძალა. და ეს ისევ უნდა ვითხოვოთ უფლისგან. რომ მან მოგცეს ჩვენ სიყვარულის უნარი, განხორციელდეს ჩვენში, რადგან თვით ქრისტე არის სიყვარული. ჩვენ ვიმყოფებით წალკის ეპარქიაში, ბედიანის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერში. ბედიანის დედათა მონასტერი დაარსებულია უშუალოდ უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ. დაბა ბედიანში ფუნქციონირებს და ფსიქიატრიული საავადმყოფო, რომლის დირექტორმაც ბატონმა ვახტანგ გოგინავამ თხოვნით მიმართა უწმინდეს, რათა აქ აღვლენილიყო წირვა ლოცვა. უწმინდესმა გადაწყვიტა, რომ დაეარსებინა მონასტერი. და იღუმენია მარიამმა მიქელაძე მფერიცვალების იღუმენიამ აქ გამოაგზავნა 2 მონაზონი, ამჟამად მონასტრის იღუმენია ანტონინა რუხაძე და მონასტრის კეთილმოწესე მონაზონი აგნია თუნიაშვილი. ესენი იყვნენ პირველი დედები, ვინც ჩამოვიდნენ აქ და დაიწყეს მოღვაწეობა. შემდეგ ფსიქიატრიულის პაციენტები ამოდიოდნენ აქ და აი რასაც ხედავთ აქ მუშაობდნენ ყოველ დღე 30 ადამიანი ამოდიოდა და მუშაობდა და თავისი ღვაწლი აქვთ აქ ამ ადამიანებს ჩადებული. დილით ვიწყებთ 4 საათზე ვიწყებთ ცხოვრებას ცისკრის ლოცვით. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა ნარლი და შეუხებელი და გამოწმინდი მამა დააცის გონებს. შემდეგ მთელი დღის განმავლობაში გვაქვს ჩვენი მორჩილება მონაზვნებს, რომელსაც აღვასრულებთ და საღამოს ისე ვამთავრებთ ლოცვით და ვედრებით უფლის მიმართ. მონასტერს აქვს თავის მცირე მეურნეობა, დედები დაკავებული არიან ხელსაქმით, გვაქვს ქარგვის სახელოსნო, სადაც სხვადასხვა ნაკეთობები იქარგება. გვაქვს ხატწერის სახელოსნო, სადაც იწერება სხვადასხვა ხატები. გვყავს საქონელი, რომელსაც ჩვენ თვითონ ვუვლით, გვაქვს ბოსტანი და ასევე მივდევთ მეფუტკრეობას.
შვიდობა. ეხლა ამას ხელბანისტილოებს ვამთავრებთ. აი მე რა ლამაზია ეს. თუ კი რაიმე დავიწყეთ ან გავაკეთეთ ყველაფერი იმის გამო რომ პატრიარქს უნდოდა ესე და პატრიარქი გვეუბნებოდა ყველაფერზე გვეუბნებოდა ესე იგი აი ისიც ნაქარგები რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქართული თან ფერებითაც ისე იგივე უნდა ყოფილიყო და ამიტომ ჩვენ ძაფები თვითონ შევღებეთ აბრეშუმის ძაფებს ღებავდით პატრიარქსაც მოუწია ხოლმე ჩვენთვის აბრეშუმი რომლითაც მე ღებავდით და გადამოხსნაში ვიყენებდით ამას ერთად ვართ რასაკვირველია ყველგან ლოცვაზე სახელოსნოში ყველანაირ საქმიანობაზე თუ ბაღში თუ ყველგან როცა რა არის აკეთებელი და განაწილებულია ვინ რა უნდა გააკეთოს და ჩვენ ყველანი ერთმანეთს რასაკვირველია გახმარებით და ყველანი ვსწავლობთ ერთმანეთისგან და ესე იგი ძალიან ბედნიერებაა მონასტერი საერთოდ დიდი ბედნიერებაა აი ჩვენ რასაც ვქარგავთ ხელბანისტილოები ჩუქნიდით ხოლმე პატრიარქს მქონდა და ესე იგი წლების განმავლობაში და ახლა დიდი ხნის წინათ ნაჩუქარია ის ბოლოს რომელიც ჩვენ აი უკვე ძალიან ძნელი იყო ძალიან სასიხარულო და ძალიან ძიმე იყო როცა ვნახეთ რომ ახლა წირვაზე სწორედ ჩვენი ხელბანისტილოები იყო გამოყენებული და ძალიან ის იყო ტკივნეული და სასიხარულო ამ დროს რომ მაინც რაღაცნაირად მე როცა მივართვით ვიცი რომ ძალიან უხაროდა იმ დროს რომ მივართვით ესენი და ბოლოს ესე მოხდა რომ ამ დროსაც კი გამოიყენეს ეს გახლავთ ჩვენს მონასტერში მოქარგული გარდამოხსნა რომელიც ყოველ წითელ პარასკევს ამობრძანდება ამ ჩარჩოდან და დაბრძანდება ტაძრის შუაგულში. ასევე ჩვენს მონასტერში დაწერილ ხატს გაჩვენებთ ახლა, ჩვენ ვიმყოფებით ხარების ეკვდერში, ჩვენი მონასტრის ხარების ეკვდერში, ხოლო ეს ხატი დაიწერა ჩვენს მონასტერში, ესე გახლავთ ხარების სიუჟეტი. საერთოდ ნებისმიერი სათნოება, რაც არსებობს, არის მოსაპოვებელი და არის სასწავლებელი. ესე ადვილი არ არის სათნოების განხორციელება ადამიანების მიმართ. და მთავარი არის, რომ ჩვენ უფალს ვთხოვოთ, რომ უფალმა მოგვანიჭოს ძალა აღვასრულოთ რომელიმე სათნოება. იქნება ეს სინანული, იქნება ეს პატიების გრძნობა, იქნება ეს იმედი. და როდესაც ჩვენ უფალს ამას ვთხოვთ, უფალი აუცილებლად შეგვეწევა და აუცილებლად შევძლებთ შემდეგ. ოღონდ მთავარი არის ჩვენ გვქონდეს ამის სურვილი, რადგან უფალი არასოდეს ძალადობს არავის. დიდმარხვის პერიოდში მონასტერში ლოცვები არის უფრო ხანგრძლივი, ვიდრე სხვა დროს განსხვავდება და მთელი მარხვის პერიოდი ეს არის მზადება შეხვედრა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან. ამ დროს თითოეული ჩვენგანი უფრო მეტს ფიქრობს, უფრო მეტი სინანული აქვს. პატრიარქი სულ გვეუბნებოდა, რომ უნდა მიუტევოთ ერთმანეთს, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ერთად უნდა ვიყოთ, უნდა იყოს გამთლიანებული და გაერთიანებული მთელი ერი. და ეს შეძლო, თვითონ მან ეს შეძლო. მან ეს შეძლო ქრისტესთან შეხვედრით. რა არის დიდმარხვის მზადების მთავარი არსი და მთავარი არსი არის ქრისტესთან შეხვედრა. და პატრიარქი ქრისტეს შეხვდა დედამიწაზე თავის გულში. და ეს ჩვენ გვაჩვენა მისმა დიდებულმა გარდაცვალებამ. აღდგომა არის სიკვდილის დამარცხება ქრისტეს მიერ. და ეს სიკვდილის დამარცხება უდიდესი იმედი, უდიდესი სიყვარული. აი ჩვენ თვალნახთლივ ვნახეთ პატრიარქის გარდაცვალებით. რას ნიშნავს დაამარცხოს სიკვდილი უკვე დედამიწაზე, ქრისტეთი, რა თქმა უნდა და ქრისტეში. რა ეხა უფალს არ ვეყვარებით, ესე რო არ ვიმარხულოთ, ასეთი შეკითხვა რო ისმის, რა თქმა უნდა ჩვენ უფალს ვუყვარვართ ყველანაირები. მარხულობთ, არ მარხულობთ, მაგრამ
ჩვენ თვითონ რას ვაკეთებთ უფლისთვის? ჩვენ თვითონ უნდა გავიაზროთ რა არის მარხვა და რისთვის გვჭირდება ჩვენ ეს, რომ ადამიანი არის დაცემული თავისი არსებით და რომ მას სჭირდება თავშეკავება, რომ მას სჭირდება რაღაცების სწავლა აქ დედამიწაზე. პატრიარქმა თვითონ გვამოგეშა დაგვანახა თვალნათლივ, რას ნიშნავს იყო ღვთის კაცი. რას ნიშნავს იცხოვრო ქრისტეს მცნებებით, რას ნიშნავს გიყვარდეს ყველა და უყვარდე ყველას. აი ეს საოცრება დაგვანახა და თვითონ ეს არის ნუგეში. ყველასთვის ნუგეშია, რომ ყავდეს ასეთი პატრიარქი დედამიწაზე და შეიძინო ასეთი პატრიარქი ქრისტეში. როცა უკვე შენ შეგიძლია თხოვო მას, რომ გიშუამდგომლოს უფალთან და ილოცოს ჩვენზე და ჩვენს ერზე და გაამთლიანოს და დალოცოს სრულიად საქართველო.